ვიმყოფები დუშეთის რაიონის სოფელ ჩინჩი. ეს არის ჩემი მეგობრის ნუგზარ ციკლაურის აგრაკი, რომელიც რამოდენიმე წელს შეიძინა და ნელ-ნელა დაიწყო ამ ეზოს მოწყობა, სახლის მოპიკეთება და ფიქრობს, რომ აქ გააკეთოს ტურიზმის ცენტრი. თვითონ თბილისში აქვს სასტუმრო 3-4-იანი დიღმის მასივში და ფილიალად იქნება ეს. სერიოზული ჩადაფიქრები აქვს, აკეთებს ძალიან ფართომასშტაბიანი ღონისძიებებია დაგეგმილი, ბავშვებისთვის არის გასართობი ცენტრი, ქვევით ტერასები კეთდება, დაკიდებული ბაღები, ძირითადად იქნება საოჯახო ტიპის სასტუმრო და ყოველ შემთხვევაში ტურიზმზეც არის გათვალისწინებული. მოთხოვნილება ტურისტების ძალიან დიდი არის, ის რომ ამის სანაპიროებში ცხოვრონ, ესეთ ლანდშაფტში ტყესთან ახლოს, მდინარესთან ახლოს. და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ალბათ რომ ხელი შევუწყოთ მათაც ამ თავისი სურვილების ასრულებაში. აქ იქნება კიდევ დაიგეგმენი მარშრუტები, ტყეში სასიარულო ცხენებით და ექსტრემალური სიტუაციებიც იქნება. იაპონიაში არის ერთი რუსი მოქალაქე ქალბატონი ჩავიდა იაპონიაში და ხეში გააკეთა რამოდენიმე ოთახი. და სულ იმას ეძახდა რომ მე რო გავაკეთო იქ ჩინჩიო, ბუხაროდღა არ შეიძლებაო და უტრიალა ავხდეს და თქვენ ნახეთ 4 სართული უკვე გაკეთებულია და აპირებს კიდე 1 სართული დავამატოს ზევით. წელიწად ნახევარი აქ ტრიალებს უკვე და დაახლოებით 20 ადამიანი არის დასაქმებული, ზოგი მიწის სამუშაოებით, ზოგი ხელობით, ზოგი დურგლობით. ზამთარში მით უმეტეს სამუშაო რო უჭირთ, აგერ არის დასაქმებული და ყოფილები არიან. ეხმარებიან კიდეც ძალიან ისე ხარში უდგარან და უხარია თუ რაღაცა კეთდება, სოფელში კეთდება, წარმოუდგენიათ რომ აქ რო რაღაცა მოძრაობა რო დაიწყება, იმათვისაც კარგი არის რაღაც გამოცოცხლება სიტუაცია. ვარაუდობს რომ ზაფხულში უკვე რაღაც ივნისი-ივლისში უკვე გახსნა სერიოზულად. ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია რუსეთში. ნუგზარიც ისეთია, რომ შეხედავს უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. შეხედა იმ ადგილს სიტუაციას და მიყვება მე რომ ესე იქნება და მე ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ არ გაკეთდება, ვერ აღვიქვა იმას. და ის უკვე ახმული აქვს იმას და მე ნელ-ნელა ააკეთოს. როცა ეს ნახატები, თვითონ დგება, თვითონ ხატავს, თვითონ რაღაცებს აკეთებს და ძალიან კარგადაც გახურს, ხო იცით ახლა. არ არის სპეციალისტი, არც არქიტექტორია, არც მოქანდაკე, არც ხატვარია, მაგრამ ესეთი რაღაცები გამორჩეს, კარგად გამორჩეს და უცებ რაღაცას მოიფიქრებს ხოლმე რომ მე თვითონ შეხედა ესეთი ლამაზად გამორჩეს. თავი რა არის? მარტო თავისთვის კი არ ზრუნავს ის. ზრუნავს ხალხზე, მომავალი თაობაზე, ბავშვებზე. აქ საფრთხილობით ისეთი შეამულია, ისეთი ამბავია ეს მეზობლები, დამსვენებლები რომ მოდიან ხოლმე, სულ ამ ეზოში ტრიალებენ აქ. სულ იქ ბასეინია, იქ ბილანზე ჩასასვლელი გაუკეთა. ეხლა მით უმეტეს რამოდენიმე ბასეინი იქნება და გაერთობიან ბავშვებს და კარგია. აქ ჩამოვიდა რუსეთიდან, მოსკოვიდან კერძოდ, რომელმაც დაასაქმა ხალხი სოფელში, სოფელ ჟინვალში, აკეთებს ტურისტულ ზონას, სურვილი აქვს ეგეთი. ამუშავებს საკმაოდ ბევრ ხალხს. აკეთებთ ტერასებს, სხვადასხვა გავიხედოთ აქეთ ბასეინები არის, მარჯვენა მხარეს გაშენებული, მარცხენა მხარეს ბაღს აკეთებს. აქ დიდი სურვილი რომ რამენაირად საქართველოს დაეხმაროს ნამდვილად, უნდა ტურისტების ჩამოყვანა. ცოტა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირდა ჩვენს ქვეყანაში, რადგან სასტუმრო გვაქვს და ამიტომ კერძოდ ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ვარ, შემცირდა რა ჩვენ ქვეყანაში ტურისტები და იქნება ესეთი გასაოცარი ადგილია მე მგონი, გსურს რომ ჩამოვიყვანოთ ტურისტები. აქ დაბლა ცდილობს და რავი ყველანაირად მე მგონი გამგეობაც მხარში უდგას, რომ როგორ გითხრათ, საკალმახების გაკეთება უნდა ტურისტებისთვის, რომ არის მუხაზია, რა ლამაზი მუხა არის, ტერასები არის გაკეთებული და ტერასიდან ტურისტმა რომ ანკესი გადააგდოს და დაიჭიროს პირდაპირ კალმახი. მე მგონი ძალიან ისეთი გასაოცარი შეხედი იქნება.